და რა აქტივობები არის მოსალოდნელი 2025 წელს და რა სჭირდება სექტორს. ტურიზმის ადმინისტრაციამ ბიზნესთან შეხვედრისათვის პრეზენტაცია მოამზადა და კერძო სექტორში უპასუხო კითხვები მაინც ბევრი დატოვეს. შეხვედრაზე კრიტიკული კითხვები ბევრი იყო, მათ შორის ტურიზმის სფეროს აქტიური წარმომადგენლებისგან, რომლებიც ამ შეკრებაზე მოსაწვევის არ ქონის მიუხედავად მაინც მივიდნენ. გიგა ბენია დაესწრო შეხვედრას და ის გაგვიზიარებს მეტ დეტალს ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან ორგანიზებულ შეხვედრაზე. საღამო მშვიდობის გიგა. დასრულდა თუ არა ეს შეხვედრა და რა შედეგით დასრულდა თუ არის უკვე ამ პროექტისთვის ცნობილი? დიახ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში საკმაოდ ხმაურიანი შეხვედრა შედგა. კერძო სექტორის დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა მაია ომიაძის დღევანდელი პრეზენტაცია და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ტურიზმის ადმინისტრაცია გვარწმუნებს, რომ 2025-2024-ზე უკეთესი იქნება და ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვა. გეგმაშია დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების მოზიდვაც, თუმცა კერძო სექტორს აინტერესებს როგორ აპირებს ქართული ოცნების მთავრობა ამ გეგმის შესრულებას, მაშინ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობაა და განსაკუთრებით ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტების მოზიდვაზე. მაია ომიაძეს შეახსენეს თუ რა ხდება ქვეყანაში 28 ნოემბრის შემდეგ, ასევე კითხვა დაისვა, რატომ გადაუხვია ქართულმა ოცნებამ გეზ ევროპიდან აზიისკენ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ისინი ლევან დავითაშვილს შეხვდნენ, საუბარი იყო ევროპულ მიმართულებაზე, ევროპულ კურსზე და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები, რომლებიც დღეს შეხვედრაზე კერძო სექტორის მხრიდან გაკეთდა. გამოტანილი და შედარების ნაწილში 23 მარტს ატარებდა. მანიპულაციას ხონდეს ადგილი განსაკუთრებით, როდესაც ყველაზე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში გასულ წელს 2024-ში 2023 შედარებით საკმაოდ დიდი იყო დოლარის კურსის, ასე ვთქვათ, ავარდნა და ამაზე არის იქნებ უფრო დაამუშავოს სრულიად შემთხვევით მანიპულაციას ხონდა ადგილი სტატისტიკური მონაცემების, ასე ვთქვათ, გათვალისწინებით და თვალსაზრისით. ასევე წავიკითხე და 33 ნახევარი მილიონი ლარი უნდა დაითარგმნოს მომავალ წელს, ანუ 2025-ში მარკეტინგულ ასე ვთქვათ ხარჯებზე კამპანიაზე, ხო? და აი ევროპაი ჯორჯიას ჩაწერა გუგლში და ნიუსად რო გადაყვა ტრამპების ეხლა ვარდება ფაციენტ სისტემაში, არ ქვია რაღაც დღემდე საქართველოში ჩვენ არ გვაქვს არც ერთი მაღალხარისხიანი კურორტი, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რამდენი დრო, ენერგია, ფული დაიხარჯა ამ ყველაფერზე და ამაზე თითქოს პასუხს არავინ არ აგებს. ასევე ისე ვიტყოდი, რომ ტურიზმის კანონი, რომელიც ვერ შეიმუშავა, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სექტორმა თუ სახელმწიფომ თუ პარლამენტმა, სადაც ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან დიდი დოზით ჩართული და ის ჩვენი შრომა სრულიად უანგარო, როდესაც აი ზაფხულის თვეებში ვისხედით, ვკითხულობდით ამ კანონს და ვცდილობდით, რომ რაღაცა ფორმა მიგვეცა ისეთი, რომ ბიზნესი ყოფილიყო დაცული, ესეც არ მოხერხდა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ნაპრალი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. გუგლის ბაზარზე ვცდილობთ რაღაცის გაკეთებას, როდესაც ამერიკის ფონდის გამოფენებზე ხდება პარტნიორებს და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად აი ხლა ჩვენ გვაქვს მაგალითად ძალიან ბევრი ბოლო პერიოდში ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი შემოდის ელექტრონული ვიზით აეროპორტში და მეუბნებიან, რომ კი გააქვს ევიზა, ივიზა, რაც არის, მაგრამ შენ უნდა გადაგინალდე და წახვიდე. მე მესმის, რომ ეს არ არის პრეროგატივა შეიძლება ტურიზმის დეპარტამენტის პირდაპირ პოლიცია და ასე შემდეგ, მაგრამ იქნებ მოხერხდეს აი ამ რაღაც აზრის მიტანა უშუალოდ იმ ორგანოებამდე, ვინც ამას გულიერებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მაიკო ომიაძეს პირდაპირ არ უპასუხია იმ პოლიტიკურ განცხადებებზე, რომლებიც კერძო სექტორის მხრიდან ისმოდა დღეს ღონისძიებაზე და ბუნებრივია მათი თქმით ეს პოლიტიკური პროცესები აისახება ეკონომიკურზე, მათ შორის ტურიზმის სექტორზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან, მას ვკითხეთ, როგორ აპირებს მისი ადმინისტრაცია ტურისტების მოზიდვას, განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნებიდან. მან თქვა, რომ აქტიური კამპანიით ის შეეცდება დაარწმუნოს საერთაშორისო ტურისტები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, თუმცა ვერ ამბობს იმას, თუ რამდენად არის შესაძლებელი დარწმუნება მათი იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც საქართველოში პოლიტიკური ვითარება არასტაბილურია და ყოველდღე მოქალაქეებს ან სცემენ, ან აკავებენ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მისი განცხადებით არ უნდა შევაფასოთ პროცესები მხოლოდ ცალკეული ბიზნესმენების განცხადებების ფონზე, ვინაიდან ის ამბობს, რომ ერთი მხრივ ჯავშნების შემცირება შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოში უფრო მეტი დასასვენებელი ადგილის, ანუ სასტუმროების მშენებლობას, რის გამოც ცალკეულ ბიზნესმენებს შეუმცირდათ ჯავშნები. მეორე მხრივ კი ის აღნიშნავს, რომ არიან ბიზნესმენები, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ. მაიკო ომიაძე ასევე ვთხოვეთ გაეკეთებინა კომენტარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მან ამისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ 2025 წელი იქნება საკმაოდ კარგი და მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორის მხრიდან ისმის ხოლმე პრობლემებზე საუბარი, რიცხვები ყოველთვის სხვა რეალობას აჩვენებს და ამ რიცხვების იმედი აქვს ომიაძეს წელსაც. ჩვენ 2025 წლის პროგნოზი, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეულ დაშვებებზე გაკეთებული, მათ შორის მსხვილი დოზა ამაზე მოდის, ვთქვათ, ფრენების სიხშირეები, უკვე ჯავშნები, რასაც ველოდებით და ციფრები ამას იძახის, რომ 2025 წელს უნდა იყოს ძალიან კარგი ტურისტული წელი, რაც შეეხება ბაზრებს, ჩვენ გვაქვს პირველადი ბაზრები, რომელიც გულისხმობს პირდაპირ ფრენების, სადაც გვაქვს იმ ქვეყნებს, ეს არის ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნები, ეს არის ყურის ქვეყნები, ისრაელი, ინდოეთი, ჩინეთი, კიდე სხვა ქვეყნები, სადაც ჩვენი მარკეტინგის 90% ბიუჯეტის დახარჯვას ვგეგმავთ და ეს დეტალურად იქნა მიწოდებული რომელ ბაზარზე რა პროცენტის დახარჯვას ვგეგმავთ, როგორ არის გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით. ზოგადად ჩვენი ქვეყნის მიდგომა ტურიზმის სექტორის და ახალი ბაზრების მიმართ ყოველთვის იყო დივერსიფიკაცია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ ერთ ბაზარზე არ ყოფილიყავით კონცენტრირებული და ამან ძალიან ბევრჯერ გარკვეული კრიზისის დროს სექტორს, ასე ვთქვათ, ხელი შეუწყო. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ მათ შორის ისეთი ბიზნესმენებიც, რომლებსაც არ მიუღიათ ოფიციალური მიწვევა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთმა მათგანმა ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრა დროზე ადრე დატოვა. მათ მაია ომიაძეს უთხრეს, რომ ერთი მხრივ ბიზნესი დგას ცალკე ერთ მხარეს, ხოლო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მეორე მხარეს და ის არ უსმენს კერძო სექტორს და რეალობისგან მოწყვეტილია. მადლობა გიგამ, გიგა ბენია საუბრობდა საქმის კურსის პირდაპირ ეთერში.